როდესაც ცხოვრება ხო აკვირდები ვიღაცებს, ისინი შენში რჩებიან ადამიანის პერსონაჟებს, ხო ცხოვრება ძალიან საინტერესოა, ძალიან მრავალფეროვანია და ბევრნაირი პერსონაჟი შეგხვდება და ამებს ყველაფერს ვიმახსოვრებ. თეატრის ფერი როგორ გითხრა? ჭრელია. ნაცრისფერი, ლურჯი, იქ შეიძლება შინდისფერი შედის, აი ასეთ სიჭრელეზე ვლაპარაკობ, უფრო დამჯდარი ფერებია. მე ვარ ნანა შონია, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. ბავშვი ვიყავი ძალიან ესე იძახდნენ ჩემს რომ თან მოძრავი ბავშვიაო, მოძრავიო. ვიგონებდი რაღაცებს და რა თქმა უნდა ვდგამდი სპექტაკლებს. ხო, ოღონდ მე თვითონ არ ვიცოდი ამას რა ერქვა, რატო ერქვა სპექტაკლი. ინსტიტუტში ჩაბარება რო გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, ეს რო გამოვაცხადე, დიდად არავის არ გაკვირვებია. მე ძალიან გამიმართლა არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. მსახიობის ოსტატობაში იყო გიზო ჟორდანია, ეს არაჩვეულებრივი, დღესასწაულივით ადამიანი, უსაყვარლესი, საოცარი პიროვნება. აი წარმოიდგინეთ, გიზო ჟორდანია რო ყავს ოსტატობაში, მეტყოლებაში ბარბარე ნიკოლაიშვილი, ასეთი, არ ვიცი, ამაზე უკეთესი რა შეიძლება მომხდარიყო ჩემ ცხოვრებაში, ასე რომ ამაში ძალიან გამიმართლა. საკურსო სპექტაკლი პირველი იყო ანა ფრანკის დღიური. სადაც დედის როლი შევასრულე. ხო და რა თქმა უნდა, არ მინდოდა მაინდამაინც დედის როლის თამაშები, რომ მაშინ 20 წლის ვიყავი და რაღაცა დედას რო გათამაშებენ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მოვირგე ეს როლი და მე იყო სამანიშვილის დედინაცვალი, ასევე იქ თამაშობდი თვითონ სამანიშვილის დედინაცვალს, ამაღა მგონი იქნება ქარი. იქ როგორც იქნა ჩემი თანატოლის როლი მეღირსა, მახსოვს როგორ მახსოვს ჩემ ჯგუფელთან ნინო თარხანმოურავთან ვიყავი, იქ ვჩებოდი ტელეფონით დარეკა, მე მგონი ნანუკამ და გითხრა განაწილება და მახსოვს ეს რეაქცია, რომ მე შემხვდა ის როლი, რომელიც ძალიან მომწონდა. მცირე სცენის შემდეგ რობერტ სტურუასთან აღმოვჩნდი. ეს დიდი გამართლება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვიტყოდი, რომ ძალიან მარტივია მასთან მუშაობა. ძალიან ბევრი აი საინტერესო სპექტაკლი ვითამაშე და მე ესე მოხდა, რომ ამასობაში თეატრალური სარდაფის პერიოდი იყო კიდე ძალიან საინტერესო, უაღრესად საინტერესო, ძვირფასი, იმიტომ რომ ახალს ვიწყებდით და ეს არავინ არ იცოდა რა გამოვიდოდა აქედან. გამოვიდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები ჰქონდა, სამგროშიანი ოპერა, ფიგაროს ქორწინება, ცხვირი, გოგოლის მიხედვით, ხანუმა, ბევრი კაი სპექტაკლი იყო, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ტევა არ იყო რუსთაველის სარდაფში, მე ვაკის სარდაფში გადავედით, იქაც ესე იყო. მე მოხდა ისე, რომ დამთავრდა ეს პერიოდი, თავდება. მაშინ ფიქრობდი, რომ მორჩა. მაგრამ მოხდა ისე, რომ წავედი თუმანიშვილის თეატრში. ოღონდ მეგონა, რომ თუმანიშვილის თეატრში არასოდეს არ ვითამაშებდი. რატომღაც ესე მეგონა. მოხდა ესე, რომ ზურა გეწაძე დგამდა მელოტი მომღერალი ქალი და ეს იყო ჩემი დაბრუნება თეატრში. გამოვიდა ძალიან კაი სპექტაკლი, მე ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საუკეთესო როლია და აბსურდის თეატრი. ეს იყო ჩემთვის ახალი ფურცელი. და სხვანაირი მიდგომა დავინახე. ახაც თავისი მიდგომები აქვს ძალიან საინტერესოდ მუშაობს, აი როგორ გითხრა, არ მოგეშვება, სანამ არ გაგაკეთებინებს, იმიტომ რომ ხედავს, რომ შენ ის შეგიძლია. არასოდეს არ ყოფილა რომ მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ სულ მქონდა სამუშაო. და მე უკვე როდესაც აი რაღაცა წლები გადის და უკვე თქვათ იხლები ცოტა იცი ამ ყველაფრისგან და თუ რაიმე საინტერესო ამას თანხმდები და თამაშობ. და ბოლოს თამაშობთ მარტორქები არის ესეთი სპექტაკლი, ზურა გეწაძის დადგმულია და იქ პრინციპში ერთი სცენა მაქვს.
მაგრამ იმდენად მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, ხო? რომ პირიქით ეს სულ არა მაქვს უკმაყოფილების დაუკმაყოფილების გრძნობა. პირიქით ძალიან კარგი. ხანდახან იცი რა არის? აი მაგალითად ეს თავარი როლი თან უფრო დამღლელია, რაღაცა ძნელია, მე ამისთვის ემზადები და ეს უფრო ისეთია, სახალისოა. სახალისო ისვენება მოხდია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც მაყურებელს აი როდესაც გამოვსულ ვარ და აი მაყურებლის თვალებში ჩამიხედავს, ხო? მე მივხვდი რომ აი ამას არ უნდა უყალატო. აი იმ სხივს, რომელიც შენთვის მოდის და შენთვის გაჩნდა ეს სხივი, არაფრით არ უნდა დაანებო თავი და ბოლო წუთამდე შენ უნდა ითამაშო მათთვის. კიდე ვიტყოდი რომ აი რაღაცა მე მაინც ფანატიკოსი არ გავხდი ჩემი პროფესიის. მიუხედავად იმის ძალიან მიყვარს და ალბათ ყველაფერს ვაკეთებ. ისიც გამიკეთებია რომ აი რაღაცა გასტროლზე უარი მithქვამს, იმიტომ რომ არ შემიძლია ვთქვათ აი 24 საათი ვიმუშაო. ბაცი ფსიქიკასაც უნდა გაფრთხილება, იმიტომ რომ ფსიქიკა შეიძლება გჭირდება როგორც სახიობს და ოჯახის წევრებს ჭირდება და შენ ცხოვრება ოჯახის ხო არა თქმა უნდა. სხვადასხვა თავიდან კინოში რო აღმოვჩდი კამერას რო უყურებდი რაღაცა არ მსიამოვნებდა და მინდოდა რომ ჩხარ-ჩხარა მეთქვა ჩემი სიტყვა და დამთავრებულიყო ჩემი კადრი. მე ძალიან გამიმართლა რომ მოხვდი ელდა შენგელაიასთან. ეს იყო აი სიზმარივით მაშინ 25 წლის ვიყავი ახსოვს და ექსპრეს ინფორმაცია ესეთი ფილმია. და ელდერთან მუშაობა ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, ყველაზე ტკბილი მოგონება. მსახიობს ყოველთვის თვლის, რომ ის ვერ გამოიყენეს ისე, როგორც საჭიროა, მან ვერ გამოავლინა თავისი მონაცემების მაქსიმუმი. ეს დანაკლისი მეც მაქვს. არ დამალა, ვიცი? აი კიდე რაღაცები მინდოდა მომესწრო, მეთამაშა მინდოდა. ამას არ დამალა, გულწრფელად ვამბობ. თუმცა რო გადავხედავ, მართლა არ არის ცოტა თქვა და საკმაოდ ისეთი პალიტრა მაქვს.